მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების გარჩევას 91 ნომრიდან. მართკუთხა სამკუთხედის პერიმეტრი არის 72, სამხაზოთ მართკუთხა სამკუთხედი. ასე. პერიმეტრი არის 72, ჰიპოტენუზა არის 30. შესაბამისად, თუ ჩვენ პერიმეტრისა ტოლფერდა არის თორე გავიცით, ხო? მართკუთხა სამკუთხედის პერიმეტრი ვიცით, დავაწეროთ ასე, ABC. ჰიპოტენუზა AC, ეს არის 30. იპოვეთ ჩახაზული წრეწირის რადიუსი. მოდი ჩავხაზოთ წრეწირი. მოვნიშნოთ შეხების წერტილები. დაგვთხოვენ მის რადიუსს, ხო? პერი უნდა იყოს 1. ახლა პერიმეტრზეა საუბარი, აქ გვერდების ჯამია, ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ ლათინური პატარა ასოების შემოტანა ძალიან კაია აქ, მაგრამ ახლა იმასაც დავკვირდეთ, თუ საშუალება რომელიმე გვერდის პოვნეს ვიპოვოთ. მაგრამ ჩვენ აქ მაქსიმუმ შევძლოთ ახლა კათეტების ჯამის გარკვევა, ხო? კი ბატონო, ჰიპოტენუზა 30-ია, ეს მთლიანად არის 30, მაგრამ ამას თუ აღნიშნავთ 10 და ამას თუ აღნიშნავთ B10, ხო? მართკუთხა სამკუთხედის კათეტებს, ნუ გვეცოდინება მაქსიმუმ რომ A + B არის დავწეროთ ასე, A + B + 30 არის 72 და A + B გამოდის 40. მეტი არ პერიმეტრს აქ ვერაფერს ვერ გავიგებთ. თუ რა ვქნათ ახლა როგორ მოვიცით და პირველ რიგში დახაზე გამოვყოთ ის კომპონენტი, რასაც გვეკითხებით, რადიუსი, ხო? ნუ სად იქნება ახლა რადიუსი? ეს არის რადიუსი. და აქ ახლა გარკვეულწილად გულმა უნდა გიკარნახოთ, რომ აი თუ მე ყველა რადიუსს გავავლებ, უკეთესი ხო არ იქნება? ესე რომ შევაერთო. ესეც ერთ პატარა, ესეც ერთ პატარა, ესეც ერთ პატარა. აი რა მოხდება რომ დავაკვირდეთ, რა ვქნით? დიდხანს ყურება და უმოქმედობა ახლა შედეგს ვერ გამოიღებს. კი ბატონო, უყურეთ, იფიქრეთ, თუნდაც დიდხანს, თქვათ, ვარჯიშის დროს ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ თან რაღაც მოქმედება დაიწყეთ. რომ იქნებ ამ მოქმედების თუნდაც შემთხვევითი ნაბიჯების დროს, თქვენთვის სასურველ მომენტს მიაგდეთ. მოდი ვნახოთ აბა. რა შეიძლება ახლა აქ იყოს, აი ესეც ხო ერი გამოდის, ხადია ეს მართკუთხა, ეს მართკუთხედი კვადრატი გამოვა, უნდა ამას ბევრი ვტკიცება, ესენი მართი კუთხეები იყო, ხების შეხების წერტილში გავლებული რადიუსების გამო. მაშინ გამოვა, რომ აი ეს ნაწილი აქეთ ზედა ნაწილი ხო შეხებიდან ამდე A-ერი არ იქნება? კი, A-ერი იქნება. ანალოგიურად, აქაც ქვედა ნაწილი არ იქნება B-ერი? კი, B-ერი იქნება. და რადგანაც აწერტილიდან გავლებულია ხები, ორი ხებია გავლებული, ჩვენ ვიცით, შეხების მონაკვეთები ერთმანეთის ტოლია და აქაც აი A-დან ამ შეხებამდე A-ერი იქნებოდა და ქვემოთ აქ B-ერი იქნებოდა C-დან ამ შეხებამდე. მაშინ რა გამოდის ახლა რომ დავაკვირდეთ ჩვენ ამ პროცესს, აი რა შეგვიძლია დათვლადი, გაზომვადი ჩავწეროთ აქ. განტოლება რო შეგვrat, ერთგვარად თუ ასოების შემოტანილი გვაქვს ერთგვარი ცვლადები, გვჭირდება მათი დამაკავშირებელი რგოლიც, ხო? ანუ ტოლობა მართლობრივ. და ცხადია, A-ს დამატებული B-ერი არ იქნებოდა 30? კი, იქნებოდა. აქედან ახლა მარტივად დავინახავთ ჩვენო A + B არის, ვიცით ჩვენ 42. და მაშინ უკვე დათვლადია. ერის მიმართ ერთცვლადიანი განტოლებაა, ხო? 2 გამოდის 12 და ერი გამოდის 6. მივიღეთ.
ასე ამ კონკრეტულ ამოცანაზე არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გვიგზნოს კვლავ რომ აქ რაღაც ზოგად კანონზომიერებას აქვს ადგილი. აი წარმოიდგინეთ ახლა თავდავანებოთ 91 ამოცანას, 91 ამოცანა ამოხსნილია, პასუხი არის 6. მაგრამ ოდი თქვათ არ ვიცოდით ეს 30. უცედავად ამას, აი წარმოვიდგინოთ ისეთი სიტუაცია, როდესაც ჩვენ მართკუთხა სამკუთხედი, არა საავადმყოფო ტოლფერდა თუ არის, ვიცით სამივე გვერდი რა, კათეტების და ჰიპოტენუსაც. ეს ზუსტად იგივე სიტუაცია. და გთხოვენ ჩახაზული წრეწირის რადიუსს. უпроსტად გვინდა გავარკვიოთ ჩახაზული წრეწირის რადიუსს, რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად მართკუთხა სამკუთხედის გვერდებთან. რა გამოვიდოთ, ანუ იგივე მსჯელობას ჩაატარებდით, აიღებდით ცენტრში, შეერთებდით შეხების წერტილებთან, დაწერდით აქ შეხების მონაკვეთებს და ნუ გამოვიდოდა, რომ A-R-ს დამატებული B-R უდრის C-ს, ხო? აი აქედან, AC გვერდიდან. და აქედან გამოდის, რომ პლუს B-C არის 2 არა? ანუ R და R შეიკრიბებოდა, მინუს 2 გადმოვიდოდა მარჯვენა მხარეს, C მარცხენა მხარეს და დააკვირდით, როგორ დაიქმნება რადიუსი. საკმაოდ რაღაც ისეთი კარგი დამოკიდებულება გამოვიდა, ხო? გამოგვივიდა, რომ აქ ნებისმიერ მართკუთხა სამკუთხედზეა საუბარი, ნებისმიერ მართკუთხა სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსი არის კათეტების ჯავს გამოკლებული ჰიპოტენუზა შეფარდებული ორთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულაა. ყვაბერიძე ამ ფორმულის კათრქაში დაგვეხმარება მე-10 თავში ჩვენ სულ რაღაც ჯერ მე-5 თავზე ვართ. მაგრამ ნუ იცოდეთ რომ ეს მნიშვნელოვანი ფორმულა პრინციპში უკვე დასაბუთებული გვაქვს, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ დავასაბუთებთ და ვისაუბრებთ ამაზე. ჯერ ჩვენ არ ვისაუბრია ზოგადად სამკუთხედებში ჩახაზული წრეწირის კონცეფციაზე, რომ ნებისმიერ სამკუთხედში ჩაიხაზება წრეწირი, სად მდებარეობს მისი ცენტრი, კიდევ რა თვისებები გააჩნია და იგივე 4 კუთხედში ჩახაზულ 4 კუთხედზე ჩამოხაზულ წრეწირებზე ერთად მოგაზრდით ვარ ინფორმაციას და საინტერესო ფაქტებს დავაგვირგვინებთ. 92 ამოცანაც პრინციპში იგივე მომენტზე არის. აქ რა ვიცოდით ახლა ჩვენ მართკუთხა სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსი ვიცოდით და ამ სამკუთხედის პერიმეტრი ვიცოდით. აი ზუსტად იგივე სიტუაცია ნახაზი დავტოვოთ. უბრალოდ აქ ახლა ჩვენ წავშალოთ ის რა ვიცით და რას ვკითხებია, ხო? აი ეს მომენტი ცვალდაც იგივე იყოს. ერის მაგივრად ყველგან დავწერთ 500-ს, აი აქ. ანუ იყოს ეს პრობლემები და მე ერთდღეობით ჩავანაცვლო, ხო? ერი ვიცით არის 5 და პერიმეტრი ვიცით არის 60. და გვეკითხებიან ჩვენ ჰიპოტენუზას. ანუ თუ შემოვიტანდით ლათინურ ასოებს, A + B + C იქნებოდა 60 და შესაბამისად ჩვენ უკვე ვიცით, რომ კათეტების ჯავს გამოკლებული ჰიპოტენუზა შეფარდებული ორთან, ეგ არის R. ანუ ვიცით, რომ კათეტების ჯავს გამოკლებული ჰიპოტენუზა ჩვენ შემთხვევაში გაყოფილი 2-ზე იქნებოდა 5. აი აქ არის მოცემული, ხო? და აქედან გამომდინარე, შენ უკვე იცი A + B - C რომ არის 10. ასევე იცი, რომ A + B + C არის 60. თუ რა შეგეძლო ახლა აქ უცებ დაგედგინა, თუ პატარა სისტემას წარმოვიდგინე და თუ გამოვაკლებ ზედას ქვედას, A-ები გააბათილებენ, B-ები გააბათილებენ, C-ს - C იქნებოდა 2C, 60 - 10 იქნებოდა 50 და C გამოვიდოდა 25-ის თვალი. ასეთი ამბავი გვექნებოდა აქ. მაგ ეგეც ნაპოვნია. ახლა 93 ამოცანა ნახოთ. ტოლფერდა სამკუთხედის ფერდისადმი გავლებული მედიანა უდრის 30 სანტიმეტრს და ფუძესთან 30 გრადუსია კუთხეს ადგილს. ანუ ტოლფერდა სამკუთხედი და მედიანა არ უნდა გავავლოთ ფერდისადმი.
ახლა ასე იქნებოდა ეს მედიანა. ეს იქნებოდა ამის ტოლი. A, B, C. ეს იყოს პირობითად D. და ვიცით რომ ფუძისადმი ეს 30 გრადუსიანი კუთხით არის დახრილი. უნდა ვიპოვოთ ფუძეზე დაშვებული სიმაღლე. ხო, თან ეს მედიანა ჩვენ ვიცით რომ არის 30-ის ტოლი. მედიანა, ანუ AD ვიცით არის 30-ის ტოლი. მოკლედ ახლა როგორ მოვიცით და აქ არის მედიანაზე როცა საუბარი ასოციაციური აზროვნება რომ ჩართოთ ახლა რასთან უნდა ასოცირდეს ეს? ასოცირდეს რა პირდაპირ კავშირშია მედიანების თვისებასთან, არა, რომ გადაკვეთის წერტილით 2-ერთთან შეფარდებით იყოფა. ახლა იქ გამოგადგება არ გამოგადგება, ну, პირველ რიგში ალბათ ეს უნდა გაგახსნით. ადგებოდით მე თქვენც და ეს გადაკვეთის წერტილი რომ დაფიქსირდეს, მეორე მედიანაც გასავლები და რადგანაც თქვენ დაკვირდით როგორ გთხოვენ, თქვენ გთხოვენ ლაგვი კუთხის წვეროდან შეეკუთვნით 23-ზე ვართ ჩვენ ფუძეზე დაშვებულ სიმაღლეს რადგან გთხოვენ. და გავიცოთ რომ თოლფერდა სამკუთხედში ფუძეზე დაშვებული სიმაღლე მედიანაცაა. ანუ მედიანების გადაკვეთის წერტილისთვის საკმარისი იყო ის სიმაღლე დაგეშვათ, ანუ ფუძეზე დაგეშვათ მედიანა. ეს წერტილი იქნებოდა ზუსტად 2-ერთთან კვეთის წერტილი. შესაბამისად ეს 2x იქნებოდა, ეს x იქნებოდა და რადგანაც AD მთლიანად არის 30, ანუ 2x + x არის 30, 3x გამოდის 30 და x გამოდის 10, შესაბამისად თქვენ გეცოდინებოდათ უკვე, მოდი ამას დავწეროთ წერტილი, ამას კ-წერტილი O-კაც. იმიტომ რომ A-K-O სამკუთხედიდან 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათრი ჰიპოტენუზის ნახევარია, ანუ ეს იქნებოდა 10. და თავისუფლად OB რა იქნებოდა, რადგანაც ეს BK სიმაღლესთან ერთად მედიანაც არის, 2-ერთთან ეს 2 ნაწილი იქნებოდა, ეს ქვედა 1 ნაწილი, ანუ 10-ზე ორჯერ დიდი იქნებოდა ზედა ნაწილი, ანუ იქნებოდა 20. მოგივიდა მეგობრებო რომ მთლიანად BK სიმაღლე დობრივად რასაც გვეკითხებოდნენ, იქნებოდა 20 + 10, ანუ 30. 84. რას უდრის ტოლფერდა ტრაპეციის კუთხეები? აჰა, ну დაიწყო ტოლფერდა ტრაპეციებზე საუბარი. და თავიდანვე ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები, მე როდესაც პირველ გაკვეთილს წერდი, ვისაუბრეთ ჩვენ ოთხკუთხედებზე, იქვე განახეთ ჩვენი ხელნაწერი თეორიიდან ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები და ვთქვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ოთხკუთხედების საკითხებში. რას უდრის ტოლფერდა ტრაპეციის კუთხეები, თუ მისი ბლაგვი კუთხის სწოროდან გავლებული სიმაღლეს და ფერჩორის კუთხე 40 გრადუსია. გავავლოთ ბლაგვი კუთხის სწოროდან სიმაღლე და მოვნიშნოთ ფერჩორის კუთხე, ხო, ეს კუთხე 40. შესაბამისად ეს ხო 50 იქნებოდა ამ პატარა მართკუთხა სამკუთხედში, ხო? და რადგანაც დიდ და მცირე ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლიან, ესეც რა თქმა უნდა 50 გრადუსი იქნებოდა. შესაბამისად ეს კუთხე იქნებოდა 180 - 50, იმიტომ რომ ტრაპეციაში ფერთან მდებარე კუთხეები, სამხრეთ მდებარე კუთხეებია და შესაბამისად 180 გრადუსის ტოლია მათი ჯა. ანუ ვივიღეთ რომ ტრაპეციის კუთხეები არის 50 და 130. საკმაოდ მარტივი ამოცანა. 95-ს ვოდიბარი მაქვს, ნახოთ. მოცემულია ტოლფერდა ტრაპეცია და ამ ტრაპეციაში დიაგონალი ფერდის მართობულია. და დიდ ფუძესთან 15 გრადუსიან კუთხეს ადგენს. დავხედოთ ისევ ტრაპეცია. ვიღოთ ტოლფერდა ტრაპეცია,
და დიაგონალს რო გავავლებთ, რა აქვს მნიშვნელობა ხო თორე ტრაპეციაში დიაგონალები ერთმანეთის ტოლია, ფერთან უნდა ადგენდეს მართკუთხედს, ხო? ნუ თქვათ ეს მართი კუთხეა. და დიდ ფუძესთან 15 გრადუსიან კუთხეს ადგენს. აჰა, ეს 15 გრადუსი. ახლა აქ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ორი პარალელურწრის მესამეთი გადაკვეთა ეს დიაგონალი და რა თქმა უნდა, აქაც 15 გრადუსი იქნება. სულ რა გამოდის, აი ეს კუთხე სულ გამოდის 105 გრადუსი, ხო? და ცხადია ეს თუ 105 გრადუსია, სამხრეთ მდებარე კუთხე იქნებოდა ეგ და იქნებოდა 75 გრადუსი ფუძესთან მდებარე კუთხე. ისე დამრიგა ჩვენ მარტივად გავარკვიეთ ტრაპეციის შიგა კუთხეების სიტუაცია. ან 5 და 75 გვექნება. 86 ამოცანა. უხედავთ ტრაპეციის მცირე ფუძე ფერდის ტოლია. დავხედოთ ტოლფერდა ტრაპეცია და წარმოვიდგინოთ, რომ მცირე ფუძე ფერდის ტოლია. ეს ფერდის ტოლი. რადგან ტრაპეცია, რა თქმა უნდა, მეორე ფერდის ტოლიც იქნება. დიაგონალი კი ფერდის მართობულია. ანუ გავავლებდით დიაგონალს და ფერდის მართობული გამოდიოდა. იბო ტრაპეციის კუთხეები. მოდი დავაკვირდეთ ახლა გამოდის ახლა. ცხადია, რომ ესე იგი ეს კუთხე ამის ტოლია რა. კი. და არ დაგვაუწყდეს, რომ ეს ზედა სამკუთხედია, ეს სამკუთხედი ტოლფერდაა თან. ტოლფერდი ფუძის ტოლი იყო, ანუ ესეც ერთხაზიანი გამოდის. ესე იგი გამოგვივიდა, რომ ბისექტრისა არის დიაგონალი თან. აი თუ ამას დავაწერთ ალფას და ეს ალფა, ანუ მთლიანად ორი ალფა, ანუ ცხადია ტრაპეციის მეორე კუთხეც ორი ალფა იქნება, ტოლია ხო ეს კუთხე და ეს კუთხე. ანუ გამოვიდა, რომ A, C, D სამკუთხედში, მახვილი კუთხეების ჩამი, მართკუთხა იყო ხო, A, C, D სამკუთხედი, ალფას პლუს 2 ალფა იქნებოდა 90 გრადუსი და შესაბამისად 3 ალფა 90 და ალფა გამოვიდოდა 30 გრადუსი. ხალხი ტრაპეციის კუთხეები რა იქნებოდა? ანუ კუთხე D, ანუ 2 ალფა იქნებოდა 60 გრადუსი და შესაბამისად მცირე ფუძესთან მდებარე B და C კუთხე იქნებოდა 120 გრადუსი, ხო? ხო, ეგეც გონია საკმაოდ მარტივი გამოვიდა. ალბათ მოდი ვნახოთ 87 ნომერი რას თხოვს. ყოფილა ტრაპეციაში ერთი კუთხე 60 გრადუსს უდრის. მოხდებით ალბათ ეს მახვილი კუთხე იქნება და ფერდი 20-ს. ხოლო ფუძეების ჯამი არის 53. მოდი დავაკვირდეთ ახლა რა ხდება ამ ამოცანაში. ტრაპეცია ისევ ტოლფერდა. ერთ-ერთი კუთხე, ანუ მახვილი კუთხე იყო, იმიტომ 60-ის ტოლიაო, აგერ ეგ 60. უცხადია, აქეთაც 60 იქნებოდა, ხო? ვიცით, ფერდი არის 24. თუ ეს 24-ია, თავისთავად მეორე ფერდიც 24. ფუძეების ჯამი კი 53. ნუ კონკრეტულად ფუძეები არ ვიცით, მაგრამ მონიშნოთ ასე, ხო? ანუ A + B არის 53. იპოვეთ ტრაპეციის ფუძეები. თუ რა შეგვიძლია ახლა ვთქვათ აქ და ალბათ პირველ რიგში ის მომენტი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილდა ტრაპეციაში რაც ხდება თვისებების დროს არის სიმაღლის ჩამოშვების დროს, აი ეს პატარა მონაკვეთი რომ არის B-100 და ეს დიდ მონაკვეთი რომ არის B+100 და ახლა რაში გვადგია და გვარგია ეს ერთი 60 გრადუსიანი კუთხე რომ გაქვს სადღაც მისი მონაწილეობით მართკუთხა სამკუთხედის მიღება ერთ-ერთი ის პრიორიტეტი უნდა იყოს, იმიტომ რომ კარგად იცით დალაგება ურთიერთობა გვერდების და თუ თქვენ სიმაღლეს დაუშვებდით, მიიღებდით მართკუთხა სამკუთხედს, ცხადია აი ეს კუთხე 30 გრადუსიანი იქნებოდა და მისი მოპირდაპირე კათედი, ანუ ამ საკუთხედიდან B-100 იქნებოდა ჰიპოტენუზის, ანუ 24-ის ნახევარი. შესაბამისად B- გამოდის 24. თქვენ A + B იცოდით, B- იცოდით და მორჩა სისტემა,
როის ამოხსნა შეგიძლიათ უკვე. თუ ამას დააკრებთ, აები გაპათილდება, ორივე იქნებოდა 53 დამატებული 24, ეს არის 67 და b გამოვიდოდა 33.5. შესაბამისად, ჩასვამდით აქ და იქნებოდა 33.5. გამოაკლო 53.5. აი ასეთი ამბავია რა. ანუ რა გამოვიყენეთ? ტრაპეციის თვისება, ტოლფერდა ტრაპეციის თვისება, რომელიც სიმაღლით მოერდება და სიმაღლის მიერ დიდ ფუძეზე მოკვეთილი მონაკვეთები, რომ არის ფუძეების სხვაობის ნახევარი და ფუძეების ჯამის ნახევარი. ეგ მნიშვნელოვანი მომენტია, საკმაოდ ხშირად დაგვჭირდება, რომ მივმართოთ მას. 88 ვით 99 ამოცანა. ესე იგი, აბეცდე ტრაპეციაში ად ფუძე ორჯერ მეტია ბc გვერდზე. ახლა აქ აღარ არის საუბარი ეს ტოლფერდა ტრაპეცია როგორია და ახლა ნახატი რომ გამოვიდეს სწორი. ესე იგი, ად ფუძე ქვედა ფუძე ორჯერ მეტი იქნება bc გვერდზე. bc, ანუ დიდ ფუძე, მცირე ფუძეზე, ხო? და ორჯერ მეტი იქნება cd გვერდზე. ასე. 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 ეკას. ახლა დავაწერთ ასოებს a, b, c, d. ანუ გამოდის რომ ad მცირე ფუძე ეს თუ a არის, ეს 2-ა გამოვა. ხო, ad ორჯერ მეტია bc გვერდზე და ორჯერ მეტია cd-ზე, ხო? ანუ ორივეზე ორჯერ მეტი თუ გამოდის, ესენი ერთმანეთის ტოლია რა. bc და cd. იბოდი მცირე ფუძე თუ ab უდრის 2-ს. ეს 2-ა და კუთხე adc, აი ეს არის 60 გრადუსი. კარგი. ნუ რას ხედავთ ახლა პირველ რიგში აქ? ვიცი ახლა აი რომ შეგვერთებინა bd, იქნებოდა ტოლფერდა სამკუთხედი იქნებოდა. ამდენად წაგვადგება ახლა ეგ კიდე სხვა თემა, მაგრამ კიდე რა შეგვიძლია ვთქვათ? ნუ მოქმედობას ჯობს რაღაც გავაკეთოთ. მოდი აბა გავაკეთოთ. მოდი გავავლოთ ეს სხვა ფერს, ავიღებ ჩემი დამატებითი ხაზი რო არის და გავავლებდი ამას. გამოვიდოდა რომ ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია, როგორც შიგაჯვარედი დამდებარე. მაგრამ რადგანაც bcd სამკუთხედი ტოლფერდა ეს ერთხაზიანი თუ ესეც ერთხაზიანი იქნებოდა. და შესაბამისად გამოვიდოდა რომ ეს 30 გრადუსია, ეს 30 გრადუსია და ესეც 30 გრადუსია. მაგრამ ნუ რა ხეივი ახლა აქ ჯერჯერობით არაფერი ჩანს, ხო? სასიკეთო აი ორიანთან რომ იყოს დაკავშირებული. ეს ორიანი როგორ შეგვიძლია ჩავთოთ საქმეში? ორიანი როგორ შეგვიძლია ჩავთოთ? შეგვიძლია მისი პარალელური გავავოთ. ანუ ამ სამკუთხედს რო დავაკვირდეთ თითქოს მართკუთხედს ყავს, მაგრამ მაგის უფლება ჯერ არ აგვაქვს ჯერჯერობით. ანუ ჯერ არ გამოვიყენებია ჩვენ რომ აი 200 ტოლია ეგ ბედა. მაგრამ ნახეთ რა ხდება მეგობრებო, აი მგონი ეს კარგი აზრია. აი თუ გავავლებდით ჩვენ ხა ამის პარალელურს აქ ორიანის. იმიტომ ეს თუ არის, ეგეც ახო იქნებოდა პარალელოგრამია და მაშინ ესეც ადარჩებოდა. ნახეთ. ამან გაჭრა. ან რო არ დაგვავნოს ეს, კარგი უნდა დაგვენახა და კაი იყო, მაგრამ ვერი არაფერი. ახლა შეხედეთ თუ გავავლებდით ჩვენ C-დან AB-ს პარალელურს, ეგეც ხშირად გამოიყენება ეს მანევრი, რომ ტრაპეციაში ერთ-ერთი ფერდის პარალელური გავავლოთ მეორე ფერდის წვეროდან
მივიღეთ პარალელოგრამი ცხადია, იმიტომ რომ BC და A ისედაც პარალელური იყო AD და მე რომ გავავლე ახლა AB-ს პარალელური, წყვილი ვართ ამ ოთხკუთხედში ორივე მოპირდაპირე გვერდები პარალელური გამოდგა. თუ ზედა პარალელოგრამია, თავისთავად მოპირდაპირე გვერდები ტოლია, ეს A არის და რადგანაც AD მთლიანად 2-ა იყო, მაშინ AD-ც გამოვიდოდა ახლა დააკვირდით, ანუ აი ეს სამკუთხედი ფერდა და თან 60 გრადუსიანი კუთხეა აქვს. მაშინ როგორი ყოფილა? ყოფილა თოლგვერდაც. და გამოდის, რომ ესეც მათი ტოლია, ეს ასტოლია, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო იგივე ორიანი. ორიანი არ არის? კი. და ტრაპეციის პერიმეტრი რა იქნებოდა? მთლიანად 2-ს დამატებული მცირე ფუძეა, დამატებული ფერდია, დამატებული დიდი ფუძე 2-ია, ეს გამოდის 2-ს დამატებული 3-ია, მაგრამ რადგანაც A გამოვიდა 2 არის, აქ 4 არის, აქ იქნებოდა 2-ს დამატებული 2 ჯერ 2. ანუ 10-იანი მივიღეთ. ესეთ პასუხშიც ასე უნდა იყოს 99-ში პასუხი 2 წერია და ბოდიში ჩვენ ვართ ახლა ამერია მე ვქროები მე რა გავაკეთე ახლა ოპე ACD იპოვეთ მცირე ფუძეო ბოდიში ხო ამერია ქვედა კითხვა წავაკითხე 99-ში მცირე ფუძეს ვთხოვდნენ და მცირე ფუძე დიდი ხნის ნაპოვნი გვაქვს უკვე კი ბატონო 2-იანი კი სწორად გავაკეთებია 99 აქ ერთი პატარა მანევრი დავამოღამეთ, რომ ტრაპეცია არის მოცემული, უნდა გავავლოთ ფერდის პარალელურად. ნუ ძალიან კარგი საშუალებაა ეგ. ახლა რაც შეეხება 90 ამოცანებს, ხო? 90 ფერი შევცვალე აქ. ABC ტრაპეციაში BC მცირე ფუძე 4 სტოლია. ბეწვეროზე გავლებულია ფერდის პარალელური აქ უკვე ნახეთ თავად გააკეთა ისე რომ ფერდის პარალელური გავლება თვითონ შემოიტანა ეგ სიტუაცია A B C D BC მცირე ფუძეა და 4 სტოლია და ბეწვეროზე გავლებულია ფერდის პარალელური ცხადია აი ამ ფერდის პარალელურს გავავლენ აბა AB ისედაც გავლებულია B და მიღებული სამკუთხედის პერიმეტრი არის 12. აი ამ სამკუთხედის პერიმეტრი არის 12. დავაწეროთ ამას K, ესე იგი BK არ დაგვაწყოს რომ პარალელურია CD-სი და პერიმეტრი AB-100 არის 12 სტოლი. უნდა ვიპოვოთ ტრაპეციის პერიმეტრი. ნუ დაახლოებით გავსი რაღაცები ჩვენ სამკუთხედებში, ოთხკუთხედებში საკეთები გვაქვს, არის რაღაც манипуляცია ფიგურის შიგნით, ვიცით რაღაცის პერიმეტრი, გვეკითხებიან სხვა რაღაცის პერიმეტრს და აქ აუცილებლად შემოგვაქვს ლათინური პატარა ასოები, ხო? A, B, C დავაწეროთ ოქროები. დანარჩენი გვერდები რა იქნებოდა? ეს ხო B იქნებოდა, იმიტომ პარალელოგრამია, ხო? K, B, C, D. ეს 4 იქნებოდა. რა ვიცით და რას გვეკითხებიან? ჩვენ ვიცით ABK-ს პერიმეტრი, ანუ A+, B+, C რომ არის 12 და გვეკითხებიან ABCD-ს პერიმეტრს, ანუ A-ს პლუს, აი A პატარას დამატებული 4, დამატებული B პატარა, დამატებული 4, დამატებული C პატარა. ასეთი ამბავია. და აქ ჩვენ უნდა, ხო, ამას გვეკითხებიან და ნახეთ უქმები ეს ხო იგივე არის A+, B+, C-ს დამატებული 8. შესაბამისად A+, B+, C არის 12 და ეს იქნებოდა 12 + 8, ანუ 20. ანუ ამ ამოცანაში პასუხი იქნებოდა 20. მოდი ავწეროთ ახლა ჩვენ 91 შევასრულოთ. და 91-ში რა გვჭირდება, რა ხდება? დავართ. ტოლფერდა
10 და უნდა ვიპოვოთ ტრაპეციის შუა ხაზი, უნდა ვიპოვოთ AE მონაკვეთი. AE. ეცედადეს. ზოებია შესაბამისად 6 და 10. ნუ ტრაპეციის შუა ხაზი ახლა ჩვენ ვიცით ეს არის x + 10-ის ნახევარი. შეგვიძლია დავასაბუთოთ კიდეც. ფუძეების ჯამის ნახევარია შუა ხაზი, ხო? კარგი. ნუ ეგ მარტივად პირველ კითხვას გავაცით პასუხი. ახლა რაც შეეხება მეორე კითხვას. რა არის AD? ხო, AD-სით AE რა არის? დაგვიდით რა მონაკვეთია ეს არის სიმაღლით დიდ ფუძესთან, ასე სიტუაცია და ტოლფერდა ტრაპეციაში სიმაღლით დიდი ფუძიდან მეორე მონაკვეთი რაც მოიკვეთა და ჩვენ რა ვისაუბრეთ? ეს არის b-100 ნახევარი, ხო? დიდ ფუძეს გამოკლებული მცირე ფუძე და ეს არის b + 100 ნახევარი. და შესაბამისად b + 100 ნახევარი თუ არის ეს AE, ეს იგივე ყოფილა შუა ხაზის ტოლი, ტრაპეციის შუა ხაზის ტოლი. ანუ დასკვნა რა. მოდი კიდევ ერთხელ, მოდი დავასაბუთოთ. თუნდაც დავასაბუთოთ სამკუთხედის შუა ხაზის სიგრძე რატო არის მაგალითად ფუძეების ჯამის ნახევარი. მოდი ეს დავასაბუთოთ უცებ ერთად ასე. ვიცით რომ დიდი და მცირე და დიდი ფუძე არის A პატარა B პატარა. აღებული გვაქვს აქ ჩვენ შუა ხაზი. და გვთხოვენ ამ MN მონაკვეთის სიგრძეს. როგორ მოვიქცეთ? რა არის ყველაზე კარგი დასაბუთება ამ შემთხვევაში? შევაერთოთ აქ ერთი, ნუ რომელიმე მცირე ფუძის წვერო N-თან და გავაგრძელოთ მეორე ფუძის გადაკვეთა. რა მოხდება მეგობრებო, ახლა ცხადია ეს სამკუთხედი იქნება ამ სამკუთხედის ტოლი, იმიტომ რომ ორი პარალელური წრფე, მესამე კვეთები, ყველა კუთხე ერთმანეთის ტოლია, აი ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია, ეს შიგაჯვარედი ნამდვილად კუთხე ამ შიგაჯვარედი ნამდვილად კუთხის ტოლია, ცხადია ეს ბლაგვი კუთხეც ამ ბლაგვი კუთხის და ერთი გვერდი ისედაც ტოლი ქონდათ, ხო, ეს ორხაზიანი იყო, ეს და ესე შუა წერტილი იყო, ვიცოდი. ანუ თუ კუთხეები, თუ სამკუთხედები ტოლია, ცხადია ეს თუ არის, ესეც იქნება. და შესაბამისად ეს გვერდი ამ გვერდის ტოლია და ანუ სამხაზიანები ტოლი თუ არის, აი რომ დააკვირდეთ ახლა თქვენ მაგალითად აი ამ სამკუთხედს, მაგალითად ამ სამკუთხედს რომ დააკვირდეთ აქ ეს სამკუთხედი რა ხდება? MN-ი გამოდის ამ დიდი სამკუთხედის შუა ხაზი და შესაბამისად MN-ი ტოლი გამოდის მისი ფუძის, ანუ A + S ნახევარი. და თან MN-ი არის პარალელური ამ დიდი ფუძის, ხო? და ესე იგი პარალელური იქნებოდა 100-იც. იმიტომ რომ პარალელური წრფებიდან ერთ-ერთის პარალელური თუ ხარ, მეორეს პარალელურიც გამოდიხარ. ნუ ჩვენ დავასაბუთეთ შუა ხაზის თვისება, ხო? რომ ტრაპეციის შუა ხაზი პარალელურია ფუძეების და მათი ნახევარჯამის ტოლია. ახლა რაც შეეხება ტოლფერდა ტრაპეციაში, ეს ერთხელ გვაქვს ნათქვამი და მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ, წესით უნდა ვქონდეს ნათქვამი, მაგრამ აქვს აგერ დაგისაბუთებთ. ფაქტად მოხსენიებული გვაქვს, მაგრამ შეიძლება არ დაგვიკიცებია. ნუ ტოლფერდა ტრაპეცია ამოცემული, გავავლოთ სიმაღლე ის დიდ ფუძეზე დაუშვათ. და B არის ფუძეები და მოდი რას უდრის აი ეს გვერდი, ეს მონაკვეთი. უნდა დავუშვათ მეორეც. ცხადია ეს სამკუთხედები ტოლია. რატო? იმიტომ რომ პარალელურ წრფებს შორის სიმაღლეები ტოლია. ფერდები ისედაც ტოლი იყო. ანუ გვაქვს მართკუთხა სამკუთხედები, კათეტით და ჰიპოტენუზით ტოლი თუ არის, ტოლია სამკუთხედები, ანუ სხვა გვერდის ტოლი, ესეც ტოლი იქნებოდა. ანუ ეს თუ x-ი, მარჯვენა სამკუთხედის შესაბამის გვერდიც x-ი იქნებოდა. ეს შიგნით მიღებული თეთრი ფიგურა მართკუთხედი, ანუ ქვემოთ A იქნებოდა. გამოგვივიდა რომ 2x + A უდრის b, აქედან 2x უდრის b - a-ს და შესაბამისად x უდრის b - a-ს ნახევარს. ანუ ეს მცირე მონაკვეთი არის b - a-ს ნახევარი.
რა იქნებოდა ახლა დიდი მონაკვეთი? დიდი მონაკვეთი შესაბამისად არის რა? A-ს უნდა დავუმატოთ x-ი, ანუ იგივე A-ს ემატება b-100 ნახევარი და ამას თუ გაერთმშველიანებთ 200 დაემატება b-a, 200 აქდება a, დარჩება დადებითია და გამოდის a + b-ს ნახევარი. ანუ კიდევ ერთხელ გავმეორდეთ, რომ ტოლფერ და ტრაპეციაში დიდ ფუძეზე დაშვებული სიმაღლით მოკვეთილი მონაკვეთები არის ფუძეების სხვაობის ნახევარი და ფუძეების ჯამის ნახევარი. ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფციაა და თუ იმედია დავიმახსოვრეთ რა, აუცილებლად დაგჭირდებათ. მოდი 92-ს დავაკვირდეთ ახლა რა სიტყვებს. ტრაპეციის შუა ხაზი დიაგონალმა 3 და 8 ტოლ მონაკვეთებად გავა. თუ დავხატოთ ახლა ჩვენ ტრაპეცია ასე გავალოთ მისი შუა ხაზი და გავალოთ დიაგონალიც. თქვათ ეს დიაგონალი გავალთ. და ვიცით რომ ხო, ეს არის ტოლია, ეს არის ტოლი. დიაგონალმა შუა ხაზი გახოს 3-ის და 8-ის ტოლ ნაწილებად. ნუ ჩვენ ვთხოვეთ ტრაპეციის ფუძეებს A-ს და B-ს. აქ ძალიან მარტივად უნდა მივდგეთ ახლა საკითხს მეგობრებო. ნუ პირველ რიგში ალბათ თქვენ ინტუიციურად მივხვდებოდით რომ თავად დიაგონალიც შუა ხაზით გაიყოფოდა შუაზე. ნუ ამას ახლა ინტუიციით კი ვხვდები, მაგრამ რეალურად როგორ უნდა მივხვდე? ამის მტკიცების თვითი თქვენ გამოცდაზე არ გიქნებათ თუ იტყვით რომ აი ცხადია, მაგრამ გამოცდა და თქვენ თავთან მართალი რომ ვიყოთ, ზერერით რო არ შემოქმედეთ დასკვნები თქვენ პიროვნული ზრდისთვისა, ეს საჭირო და აკადემიური მეცნიერული განვითარებისთვის, ყველა დასკვნა რაც გამოგაქვს, უნდა იყოს რაღაცაზე დაფუძნებული, ხო? აი, რატო იქნებოდა ახლა ეს დიაგონალი, თქვათ, AC დიაგონალი შუა ხაზით შუაზე გაყოფილი. თალესის თეორემით მეგობრებო. აი, A-ს პარალელური ხო არის შუა ხაზი, ანუ MN ხო არის ამ ფუძის პარალელური. კი, და გამოდის რომ შენ გაქვს რაღაც კუთხე, რომელიც ერთმა გვერდმა და მეორე გვერდმა ერთი გვერდი გაყო შუაზე, ცხადია კუთხის მეორე გვერდსაც გაყოფდა შუაზე. ანუ გამოდის რომ AC დიაგონალის შუა წერტილი იქნებოდა ეს პირობითად ხო. მაშინ ამ სამ კუთხეში x3-იანი არ გამოდის შუა ხაზი და A არ იქნებოდა მასზე ორჯერ მეტი. კი. ანალოგიურად AC უნდა დამეწერა. ACD სამკუთხედში ეს 8 არ გამოდის შუა ხაზი და B-ს ნახევრის ტოლი არ იქნებოდა, ანუ შესაბამისად B იქნებოდა 16. ნუ მედია მივხვდით ახლა ამას, რა მიხვდა ამას უნდა ახლა საკმაოდ კარგი ამოცანაა, მარტივად უნდა დაინახოთ, აი ეს ამოტრიალებული სამკუთხედია, შუა ხაზია და უნდა ივარჯიშოთ, რომ მარტივად მიეჩვიოთ მსგავსი საკითხების შემჩნევას. 93 ნომერი. ტრაპეციის ფუძეები არის სრადად 15, იპოვეთ მანძილი ტრაპეციის დიაგონალების შუა წერტილებს შორის. ნუ ესეც ცნობილი ფაქტია, მოდი ჯერ ზოგადად ვაჩვენოთ, რა ტრაპეციაც არ უნდა იყოს მოცემული. რომ დიაგონალების შუა წერტილების შემაერთებული მონაკვეთი ფუძეების სხვაობის ტოლია. ანუ აგვირდით, აი თქვათ მოცემულია ნებისმიერი ABCD ტრაპეცია, ეს ტოლფერ და მართკუთხა, რაღაცა სტანდარტული არ აქვს მნიშვნელობა და ავიღეთ რაღაცა AC გვერდის შუა წერტილი E და ვიცით რომ AE უდრის EC-ს, აღნიშნოს ნახაზი არ გავაკეთებ, რო არ გადაეტვირთოს და ავიღეთ რაღაც F წერტილი, რომელიც BD გვერდის შუა წერტილია, შესაბამისად BF უდრის FD-ს. და შევაერთეთ ესენი. მეკითხებიან ახლა რისი ტოლია ეს F. თუ ფუძეები არის A და B, A, B, მაშინ გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ F იქნება ფუძეების სხვაობის ნახევარი. და რატო? მოდი ახლა რა ვხდით? დააკვირდით, ეს უნდა დავამტკიცოთ. მოდი ავიღოთ
ჩვენ AB გვერდზე შუა წერტილი. უბრალოდ გავალოთ AB გვერდის შუა ხაზი, აი გავალ. და ვაჩვენოთ, რომ ეს ამ M-ენ მონაკვეთზე, ანუ ტრაპეციის შუა ხაზზე ძევს თავად F მონაკვეთიც. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხო ვაჩვენეთ წინა ამოცანაში, თუ შუა ხაზს გავავლენთ, ის დიაგონალს თალესის თეორემის თანახმად შუაზე გადაკვეთთა ერთ დიაგონალსაც და მეორე დიაგონალსაც. ანუ გამოდის, რომ F მონაკვეთი, ანუ დიაგონალების შუა წერტილების შემართებელი მონაკვეთი ძევს აუცილებლად შუა ხაზზე, ტრაპეციის შუა ხაზზე. ნუ ძალიან კარგი თუ ძევს. მაშინ რა ხდება ახლა? მოდი განვიხილოთ ჩვენ ახლა n მონაკვეთი. ხო? სამკუთხედ ACD-ში EN ხომ არის შუა ხაზი და შესაბამისად AD-ს ნახევარი, ანუ B ნახევარი იქნებოდა. აი დააკვირდით, აი ამ სამკუთხედში, აი ეს გვერდი ცხადია შუა ხაზია. და B-ს ნახევარი იქნება. რომ დიაგონალი შუა წერტილი და ფერდი შუა წერტილი შეაერთეთ ხოლმე. მოვშალოთ. ახლა დააკვირდით აი BCD სამკუთხედში FN-ს. ამას დააკვირდით. ეგეც პარალელურია, შუა წერტილების შემაერთებელია, ხო? ან მესამე გვერდის პარალელურია და დანარჩენი ორი გვერდის შუა წერტილების შემაერთებელია. შესაბამისად FN-ი გამოდის BC-ს ნახევარი, ხო? ანუ 100 ნახევარი. მაგრამ მეგობრებო, ამათი სხვაობა, ანუ EN-ს რომ გამოვაკლო ეს FN-ი, არ გამოდის EF-ი? ანუ რასაც გიკითხებიან? ხო გამოდის, ესე იგი B ნახევარს გამოკლებული ნახევარი, ანუ B-ს მინუს 100 ნახევარი. მორჩა დამთავრდა. მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ფუძეების სხვაობის ნახევრის ტოლია. ისი დაკისებაც მინდოდა ვაჩვენეთ დიაგონალების შუა წერტილების შემაერთებელი მონაკვეთი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ეგეც და ხშირად არ გვჭირდება ახლა, მაგრამ კარგ სამსახურს გაგიწევთ საკმაოდ ისეთ თუ სიტუაციაში. ხო. ანუ ფუძეები ახლა აქ პირდაპირ ამ ამოცანაში 15 მინუს 9 ნახევარი იქნებოდა, ხო? ანუ 3 ტოლი იქნებოდა დიაგონალების შუა წერტილების შემაერთებელი მონაკვეთი. მოდით 94-ით შევასრულოთ ახლა ჩვენ ესე იგი ტრაპეციის შუა ხაზის სიგრძე ვიცით არის 16 და დიაგონალით იყოფა ორ მონაკვეთად, რომელთა სხვაობა არის 14 ძალიან მარტივია უკვე წინის წინა ამოცანის ერთგვარი განამღერებაა. ანუ შუა ხაზი რომ იყო გავლებული, დიაგონალით გაიყო ორ მონაკვეთად, რაღაც A და B მონაკვეთებად. და ვიცი და Y და ჩვენ რას ვთხოვენ? ხო, A და B-ს ფუძეებად აღნიშნავდა, რომ არა აგვიჭრებდეს თვალი. ორ მონაკვეთად არის დაყოფილი, რომელთა სიგრძეების სხვაობა არის 4. ახლა თვითონ შუა ხაზის სიგრძე არის 16, მაგრამ მეგობრებო დააკვირდით სიტუაციას, ამათი სხვაობა ანუ რომელს გამოაკლებდა, რომელი თვალითაც ჩანს, რომ Y უნდა იყოს X-ზე მეტი, მაგრამ Y არის დიდი ფუძის ნახევარი, ხო, ვისაუბრეთ ჩვენ, რომ ეს ნაწილები ფუძეების ნახევარი, ანუ ეს 2Y იქნებოდა ეს დიდი ფუძის ნახევარია და ეს არის X-ი მცირე ფუძის ნახევარი, ხო, 2X. ამიტომ ჩვენ ფაქტობრივად ვიცით, რომ Y-ს მინუს X-ი არის 4-ის ტოლი. შესაბამისად, ახლა ამ სისტემას ამოვხსნით აქ ჩვენ დავკრებდით 2Y გამოდის 20Y იქნებოდა 10, შესაბამისად X-ი გამოვიდოდა 6 და ფუძეები რა იქნებოდა? ამ 6-ზე და 10-ზე ორ-ორჯერ მეტი, ეს იქნებოდა 12, შესაბამისად ეს იქნებოდა 20. შეიძლება თქვენ ცოტა სხვანაირად გაგეცოთ ამ კონკრეტული ამოცანის ამოხსნა, არ მგონია ახლა ძალიან დაბნეულიყავით კონკრეტულ სიტუაციაში. უკვე ფუნდამენტი ჩაყრილია წინა ორ ამოცანაში. 95.
აბეცდ ისე კვლავ არის ტროლფედა, ტრაპეცია. ამასთან AD დიდი ფუძეა. BC მცირე. ACD და BAC სამკუთხედების პერიმეტრების სხვაობა ACD და BAC. ეგ ორი სიტუაცია. ანუ პერიმეტრი ACD-ს გამოკლებული პერიმეტრი BAC ემშვიდრის. ტრაპეციის შუა ხაზი არის 12. დავწერთ ასე შუა ხაზი 12. და გვეკითხებიან AD მონაკვეთს. მოდი შემოვიდაოთ უცებ ლათინური პატარა ასოები პერიმეტრებთან დაკავშირებით ყოველთვის გქონდეს ბზად, ანუ მცირე ფუძეებს დავაწეროთ, ანუ კლასიკურად ფუძეებს AD-B დავაწეროთ, რომ რაც გინდათ ის დავაწერეთ, მაგრამ თქვა რაღაცა საერთაშორისო ენასავით აახლეთ და რა გერიოთ უცებ თვალიც სწრაფად რო ადაპტირდეს. ამას დავაწეროთ C. ფერდია, ტოლია. ნუ რადგანაც ესეც საქმეშია გარეული, ამას იყოს D დავაწეროთ, ხო, პერიმეტრების სხვაობაა და მოდი გაშლის სახით ჩავწეროთ ახლა ACD სამკუთხედის პერიმეტრი, ანუ პერიმეტრი ACD-ს რა იქნებოდა? ეს იქნებოდა B + C + D. ეს იქნებოდა ესე დავწეროთ. რა იქნებოდა ახლა BAC სამკუთხედის პერიმეტრი BAC-ს? ეს იქნებოდა A + C + D. შესაბამისად, მას სხვაობას თუ განვიხილავთ ჩვენ C-ს, ეს გააფართლებს D-ს და ანუ გამოდის, რომ ფუძეების სხვაობა მოუწია ამით ავტოს რა. ეს ყოფილა 6. და შუა ხაზის მოცემით რა მოუწია? ფუძეები ჯამის ნახევარი არის 12, ანუ ფუძეების ჯამი იქნებოდა 24. და უცდით ახლა ამას ეს გააფართლებს თუ დაკრებთ სისტემას გააკეთებთ 2B არის 30, B გამოდის 15 და შესაბამისად გამოვიდოდა თუ ჩასვამდით ახლა 15-ს რა უნდა გამოაკლო 6 რომ მიიღო 9. ანუ ეს იქნებოდა 15 და 9. ჩვენ გთხოვენ მხოლოდ დიდ ფუძეს, ანუ 15-ს დავტოვებდით პასუხი. მოდი გმირები დავშვიდობთ ერთმანეთს და ამოცანების განხილვა გავაგრძელოთ 90 მე-16 ნომრიდან.